საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. ხოდა ფენტუკიცეს მართლა. მაგრამ მე უფრო ვარიწერია და ხო, მაგრამ მე უფრო ისა. დავენსკავსი. საერთოდ იცი, რაღაცნაირად მარინა ფერაძის პაკლონიკი. ოკეი, ხო, რამაზ ჩიკვაძე ახალგაზრდობაში დიდი გმადლობთ. რაღაც გვაიბი წამოიღო ეგრევე, რომ რამე ეგეთი. სხვა შორის ძალიან მიგდა და რაღაცა ცოტა ისეთი იმერულად, რომ ჩემი ფესვებისთვისაც პატივი მიმეგვა, ეს დამეწყება, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი გულოშები ესე არ მოდის, ესე მიდის. და ეხასელ რანჩოს აუ ნეტა რასაკეთებდნენ ისა ჩვენი წინაპრები, ვისაც ესე არ ეძდებოდა. ხო, აი ტობა აქ ცოტა უნდა შეიძლება მოუშვა, მაგრამ ახლა მაგის ნერვი არ აქვს. მოვლა და რაღაცა, იმიტომ რომ თან აშკარად ხედავ რომ ისე ვერ ვაკეთებ როგორც საჭიროა, იმიტომ რომ ხანდახან ესე რაღაცები ზღარბივით მაქვს ხოლმე. კი ვივარცხნი ხანდახან. მაგრამ მე იქ რაღაცა უნდა ჩავისწორო მაკრატელით და რაღაცა და ხანდახან ოქრობოქროც გამომდის ხოლმე. ხო, ძალიან ისა. მეინტენენსი აქტიურად უნდა. ხო. ხო, მე ეგრეთ წოდებული ბლანჟე ცადე და ძალიან არ მიხდება და ეს kinda works. რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ maybe I can make it work. ცოტა აი 1-5 წელიწადში ცოტა უფრო ასაკისრო დამეწყობა სახეზე მე I think I can pull it off. ბლანჟე? არა, ულვაშები უფრო. ხო, არა, ბლანჟეთი რეიპისტის ვიძე იქნება. ხო. ფაკუცი ვარ ხო. და გამოვიყურე. და რაღაც სათვალით შეგიძლია მე შეანაცვლო და ის ეს რა ქვია, ესე იგი რითი მინდა და დამეწყო. რადგან პირდაპირ ჩაწერა დავიწყოთ, ახლა ვიღაცების ლანძღოს არ დავიწყებ, იმიტომ რომ მეზარება მე ამის ამოჭრა. ხო. თან არ მახსენდება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. მაგრამ წინა ეპიზოდის გამოხმაურებები მინდა რომ გავაჟღერო. იმიტომ რომ რაღაცეები ეს იყო დაგვავიწყდა. ის რომ შალვა რამიშვილის შვილი დარებელდა, ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ. და მეორეზე გამოგვეხმაურან თვითონ რასაკეთებენ, როცა აი ეს მსახიობებით rabbit hole-ში რომ მიდიან მსახიობების და მსახიობებზე ვნახულობ ინტერვიუებში ვიკიზე ბიოგრაფიასა უფრო მაინტერესებს ხოლმე რა ოჯახის შვილი არისო. და ან მსახიობობამდე რა გაიარა და როგორ ცხოვრობდაო. ხედავ, აი. ოკეი. საინტერესოა ის კი. კი, მეც მომეწონა რომ გაგვიზიარეს ეს გამოცდილებები, რომ ყველას თავისი დოპამინ addiction-ი აქვს. ძალიან კაი. აბა დღეს რა რითი მოხვედი ნაინო? არაფრით. Zero იმ თემაზეც არაფერი არ მიფიქრია, რაზეც გადავწყვიტეთ რომ გველაპარაკა. მაგრამ მაინც ხო და მოდი მაშინ ესე გავაგრძელოთ ჩვენი ის რომ ეგ თემა სპონტანურად შემოვიტანოთ მერე თუ ოდესმე მოვიდა თავისით ესე დაგეგმილად ხო არ გვინდოდა სწორი ხარ შენ. მართალი ხარ. ხო. Let's go with the flow. მართალი ხარ. იმიტომ რომ მე მგონი მაგ თემამდე ყველა ვარიანტში მივალთ რაღაც ეტაპზე აუცილებლად. როგორც წინაზე. ოღონდ მანამდე 2 საათი ვილაპარაკებთ და ბოლოში გაგვახსენდა. არაფერი არ ხდება და არაფერი არ მაქვს გასაზიარებელი, არაფერზე მოსაზრებები არ გამოჩნია. ნახავთ. მე ვიპოვე სხვათა შორის რაღაცა ცოტა, I don't know, რაღაცა ერთ უცნაური თემა არის, მაგრამ თან საერთოდ არაფერი უცნაური ამაში არ არის. ტრამპის ტარიფებთან დაკავშირებით რაღაცა ის საერთოდ წარმოუდგენელ რაღაცაზე რო აქვს ეფექტი, მაგ პონჩი
გადავაწყდი შემთხვევით სტატიას, რომელიც არ ვიცი შეიძლება იცის ხალხმა, მაგრამ თურმე ესე იგი ჩინეთიდან ეხა ხო აპირებენ რომ თელეს ქარხნები გადაიტანონ სხვა ქვეყნებში, რომ ტარიფების ამბავში არ გაუძვირდეთ ეს ყველაფერი და ერთ-ერთი ყოფილა ვიეტნამი, სადაც გადააქვთ ეს ქარხნები. და მოკლედ ამ მშენებლობის ბუმი დაწყებულა იმ ხელა, რომ ქვიშა აღარ აქვთ რა, რომ ააშენონ ქარხნები და ფაბრიკები. და რეგულაცია დაუწესებია თან ადგილობრივ მთავრობას ქვიშის მოპოვებაზე, იმიტომ რომ სადღაც ზედმეტად ბევრი ქვიშა მოიპოვეს და გზები ჩამოინგრა. და ეხა თურმე აი ამ ტრამპის ტარიფების პოლიტიკამ გამოიწვია სერიოზული საერთაშორისო ეკონომიკური ბუმი კამბოჯადან ვიეტნამში ქვიშის ექსპორტი. თქვა კაცმა ავაყვავებო ეკონომიკას, უბრალოდ არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი. და აღმოჩნდა რომ თურმე 11 მილიარდი თუ მილიონი მოიცადე, არ მახსოვს. Anyway, ძალიან ბევრი მილიონი, ხო? არა, 27 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა გადაუზიდიათ კამბოჯადან ვიეტნამში და მე სურათსაც ჩაგიგდებ რომ დადო აქ მდინარე რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არის ამაზე არის მარტო ქვიშის გადამზიდი ისენი არის რა ქვია გემები და აიყო სურათები არის ხო და გუშინ აი მაგას ვუყურებდი ქვიშის ექსპორტი ძალიან კარგი ფაქტია. თან ქვიშაზე რაღაც გამიგია, რომ ანუ ეს საჰარადან ვერ წამოიღებენ, ანუ რაღაცა სპეციფიური ქვიშა არის, რომელიც ის საჰარას ქვიშა მაგალითად არ არის. ანუ უდაბნოდან ვერ გამოზიდავ და ანუ წარმოებაში ეგრე არ მუშაობს მოკლედ. ამ შტიარ და მშენებლობაში. ო, არა და რა კარგი იქნებოდა ეგ. არ ვიცი, ბედუინებს ალბათ არ ბედუინებმა რა დაგვინგრიეს ეს ანიონები. ხო და მაგაზე გამახსენდა მაგ ეფექტზე, რომ შარშან იყო ხო ბარბი რო გამოვიდა, ბარბის პანტონი ქვია ხო? საღებავი რო გათავდა სოფლიოში. იმდენად აქტიურად იყენებდნენ, რომ აი ეს ბარბი პინკ რაც არის, გათავდა. ოკეი, მე ბარბი მეგონა იმაზე რა ქვია, ბარბიზე შეთანაც. ბარბის გაუთავდა საღებავი სახში. ზოგადად ბარბიზე რაღაცები. არის პრინტერის თქო, მაგაზე ვფიქრობდი და მე რო დააზუსტე მე მივხვდი. ბარბიზე შემიძლია ბევრი რაღაცების საუბარი, ახლა გამახსენდა, იმიტომ რომ პოსტიც კი დავწერე მაგაზე. და ის იყო, ანუ საკმაოდ ბევრი საინტერესო რაღაცები იყო შემადგენელი მაგ ფენომენთან დაკავშირებით და მაგაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ჯერ ტარიფების თემა მომწონს, რაღაცა საინტერესო ისინი არის რაღაცეები მოხდა მაგასთან დაკავშირებით და რამე კიდე ხო არ არის რაც ნუ გარდა იმისა რომ ეგეთი რაღაცა ესეთი უცნაური თემა რომ სადღაც აი ესეთი გაუთვალისწინებელი ის ქონდა რა. პროსტა მე რაზე ვფიქრობ, ეხა იცი რომ აი რაღაც მომენტში ამ კაცმა რო თქვას რომ ოკეი, აღარ მინდა ეს ტარიფები ან რაღაც მე რას უშვებიან ამ ქვიშას და ამ ნაშენებ იმეებს, რა ქვია, ქარხნებს, არ ვიცი. არ ვიცი. ძალიან ხო თან ცოტა ის ამბავია, ან ტრამპის ნათქვამზე ეგრევე არ დავიწყებდი მთელი ქვეყნის ეკონომიკის გადაწყობას. რაღაცა ხო ეგ მაგ თემა არის და კამბოჯა კი ხეირობს ეხა მართალია ბევრი ფულია ქვიშას ყიდიან და რაც ხო და მან ვინმე ის უნდა იყოს ეხა ქართველი ბიზნესმენი უნდა გაიჩნდოს რომელიც იჩალიჩებს ვიეტნამში ქვიშის გატანას ხო და მაგაზე ჩარჩკერა ანუ ბიზნესამ გაიგო თუ არა და ამის შესახებ და რომ ვის სახლს გამოთხრის საჭირო ნოდარ მელაძის შამაჭი რომ გაიჩიტოს სადმე აქვს ქართული ქვიშა ნიშა ხო ქართულ მიწას ყიდა და გაქონდა და ამათ ქვიშა გააქვს და კაროჩი აი აღარ რა გარჩა არაფერი ხო
მოგვიწევს წყალზე ცხოვრება. ნეტა როგორ მოიპოვო? ბენდუქიდეს კი უნდა ტყეების და მდინარეების გაყიდვა და ეხლა კი გაყიდეს, მაგრამ შიგნით დატრიალდა. მაგრამ ანუ კი არ ვიცი ქვიშის მოპოვებაზე არაფარის აზრზე არ ვარ, ანუ სად მოიპოვებენ და როგორ იმაში. სხვათა შორის მამა ჩემი იყო ერთი პერიოდი, აი როგორც მე ვიარე ყველა სპორტზე 90-იანებში, მამა ჩემიც ეგრე ყველა ბიზნეს სახეობას მოედო რაღაც ეტაპზე თავისი ცხოვრების და იყო მომენტი, როდესაც აი მაგ სამშენებლო მასალების გაყიდვის ბიზნესში იყო რა და დრაბილკას ამუშავებდნენ ეგ და მისი პარტნიორები და ქვიშა თურმე მოიპოვება მაქედან ანუ რაღაცა დინარის კალაპოტიდან მოაქვთ ქვა ღორღი ხრეში მე ეს იყრება ამ დრაბილკაში თუ რაღაცა და ეს ახარისხებს ხრეში ცალკე გამოდის ქვა ცალკე გამოდის ქვიშა ცალკე გამოდის და აი ესე არის თურმე ეგ ამ აი მაგიტო არ მუშაობს საჰარას ქვიშა ანუ ის სხვა ესეთი OG ქვიშა არ არის რაღაცა ეს არის. აი 90-იანებმა ისე ძალიან ბევრი ენტერპრენერი დაბადა და საერთოდ 90-იანები ანტერპრენერული პერიოდი იყო. უბრალოდ გარემო იყო შეუსაბამო რა. თორე ანუ ყველაფერი სტარტაპი იყო არა? დედაჩემი რომ ნამცხვერს აცხოვდა სტარტაპი იყო. მე დაჟე მახსოვს პირველი ანუ მე ხო საბჭოთა კავშირში დავიბადე 84-ში და მახსოვს და თან კარგი მახსოვრობა მაქვს ბავშვობის დროინდელი თან და ეხლა ცოტა ახლო წარსული და რაღაცები მოვიწყდება ხოლმე მაგრამ ბავშვობა ძალიან მაგრად მახსოვს ხო და მახსოვს პირველი საკომისიო მაღაზია ბელინსკის ქუჩაზე და იქ ვიყავით შესულ აი ეგ მომენტი მახსოვს რომ იქ რო შემიყვანა დედაჩემა მამაჩემა და რაღაცა სიგარეტი თუ რაღაცა იყიდეს მოკლედ რა და ძალიან ისეთი თემა იყო რომ პირველი კერძო მაღაზია რომელიც უბანში იყო აი თბილისში იყო თქო მაღაზია ვერ დავდებ თავს მაგრამ აი უბანში პირველი კერძო მაღაზია შესვლა და რაღაცის ყიდვა ეგ მახსოვს სხვათა შორის 90-იანამდე რატომ მივდივართ სულ არ ვიცი, მაგრამ რაღაცა საერთო ის არის. ანუ ადვილია რაღაცების გაზიარება. მაგრამ ისინი გამახსენდა ახლა ჯიხურების კულტურა. რო აი უბანში ერთი ჯიხური ყველგან იყო ეზოში და ანუ ეზოში ერთი ჯიხური იყო და ყველაფერი რო იქ იყო პურიდან დაწყებული, ტუალეტის ქაღალდით დამთავრებული, იმ ჯიხურში იყო. ან მინიმარკეტი რო იყო ჯიხურის ფორმატში. კი ბატონო, ჩვენც გქონდა ეგეთი ჯიხური ზემოთ ვერაზე და მე ყველაზე თბილისის ჩემი პირველი ესეთი გლამურული ჯიხურები, სადაც ORT-ზე ნანახი შოკოლადები, რეკლამებში ნანახი შოკოლადები ვნახე პირველად, Twix-ი და Snickers-ი. ოღონდ ვნახე. გავისინჯავს. იყო ფალიაშვილზე იყო ეგეთი ბუტკები რა. ნუ ეხლა. და იქ რო ჩამოვიდი, რამე მარტო ეგ იყო ხო თან განათებული თელს მარცხინა თუ რომელი სანაპირო არის მარჯვენა სანაპიროზე. ხო და ჩემთან იყო თურქულ კევებს და შოკოლადებს და რაღაცებს რო ყიდიდა და ეხ გამახსენდა მაგაზე რომ ლარი რო შემოვიდა ის რაღაც მანეთები ქონდა დარჩენილი ჩემ ბავშვობის მეგობარს ხურდები და მამამისთან ერთად წავიდა ამ ჯიხურში უნდა და დაეხარჯა და უკვე აღარ იღებდნენ ამ იმას და ძალიან გაბრაზებული იყო რომ რალი ძალიან არ მოწონდა რომ რანაირი ფული არის და ვეღარ იყიდა კანფეტები და ისინი რა ქვია ეხაც მაქვს რაღაცა ძალიან ძველი კი არა და მაგ ეს რაღაცა მანეთები ბებია ჩემი აგროვებდა ხოლმე ხურდებათ. თაც კიდე მიყრია სადღაც არ ვიცი რატომ ოდესმე რამეში თუ გამომადგება, მაგრამ არის. აი memory lane-ზე ჩავიაროთ კიდე ერთხელ ლარზე მეცნო. ლარის პირველი ორი ინტერაქცია მახსოვს. ერთი იყო რომ ერთ თეთრიანი თუ ორ თეთრიანები ან ჯერ კუპონები იყო კიდე რა და ხო ბოდიში კუპონები იყო ის რა რითიც ყიდვას მეშვებოდა. ხო და აი ჯერ კუპონები იყო ჯერ კიდევ და ლარიო გამოაცხადეს რომ აი უკვე შემოვიდა ბრუნვაში პირველი ორი რაც ვნახე იყო ერთი რომ ვიღაცა ბავშვს ჰქონდა ერთ თუ ორ თეთრიანები სკოლიდან გამოვედით
რუსთაველზე მოდიოდით და იქ იყო ხოლმე ჩამოსასხმელი ნაყინები დახსოვს ეგა ესეთ პატარა ვაფლებში და 20 თეთრი ღირდა ეგ ჩამოსასხმელი ნაყინები და აი ამ ჩამოსასხმელ ამ 20 ცალი ერთ თეთრიანიც ცდილობდა რომ ეს ბავშვი ეყიდა ნაყინი და პირველი ტრანზაქცია ჩემთვის ეგ იყო და მერე იყო ვიღაცა განდონა ბავშვი ვნახე ან იმავე დღეს ან მეორე დღეს რომელიც ეთყობა მდიდარი ოჯახიდან იყო და დადიოდა ეს ამ მენაყინეებთან თუ რაღაც მეხაჭაპურეებთან 20 ლარიანით და ძალიან უყვირდა რომ ახალი შემოსული იყო ბრუნვაში და ხურდა რომ არ ქონდათ ამას ანუ 15 ლარიანები არ ქონდათ ამ ჯერ არ იყო შემოსული და ეს ნუ რატო არ აქვს არავის ხურდა აი და ეს ბავშვი იყო ირაკლი კობახიძე ალბათ არა გამორიცხული აი ეგ ორი მოგონება ლარზე კუპონები რა ის კუპონი ძალიან ლამაზი იყო მახსოვს რომ რაღაცა მონოპოლიის ფულის ვიძე კი იყო, მაგრამ თან ლამაზიც იყო. ან უბრალოდ ცუდად მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ძალიან ან ბავშვობაში მონუსხული ვიყავი, ესე ვათვალიერებდი და თან ერთ-ერთი ჩემი ბებია პენსიიდან მაძლევდა ხოლმე რაღაც აი მილიონობით რო ურიცხავდა რაღაც 1000-ობით, რაღაც 25000 კუპონი თუ რაღაც მაჩუკა და სადღაც ეხაც მაქვს შენახული სტაფილოსფერი იყო მახსოვს. რაღაც დიდი კუპიურა იყო და ანუ ვიზუალურად ლამაზი იყო. ნეტავენ იყო მაგის დიზაინერი, უნდა მოვიძიოთ კუპონის ისტორია. ო, ვიზუალ ფერები ქონა ძალიან კარგი, მუქი ლურჯი იყო. იასამნის ფერიც იყო, მწვანე და მწვანე იყო 5000 კუპონიანი, ეგ მახსოვს. და იასამნის ფერი იყო 25000 მგონი. ხო და სტაფილოსფერი მახსოვს ყველაზე, იმიტომ რომ მე მგონი ყველაზე ხშირად რაღაც სტაფილოსფერს შუქნიდა ხოლმე, რომელიღაც ჩემი ბებია და ეგ ვიზუალურად რაღაც ირემ თუ რაღაცაც ეხადა, მაგას უნდა მოვძებნო სადაც. შუქნებიანი იყო, ხო, ირემები და ძველი თბილისის ხედებიც ქონა დიზაინება. ხო და მე ვიცი ლარის დიზაინერი ვინც არის ერთ-ერთი სარეკლამო სფეროში ესეთი ცნობილი ადამიანი არის და ბაბუამისი არის ლარის დიზაინერი. მაგრამ აი თან ყველა ლარისის დიზაინერი გადანეტა კუპონიც, ანუ ასაკოვანია რა უკვე, ხო და რატომ გოცო ბაბუამისი ასაკოვანი არ გახსოვს. მაგრამ ანუ ის ვივარაუდე რომ კუპონის მისი დადიზაინებული ხო არ არის ნეტად ხო. შეიძლება. მაგრამ აი ბოლო დიზაინის ცვლილებაში 5 ლარიანი და 20 ლარიანი ერთმანეთს რო ძალიან გავს, ძალიან დამაბნეველია, შენ ალბათ ეგ ის არიცი, ეგ პრობლემა. ხო. არ ვიცი ეგ პრობლემა. ძალიან გავს ერთმანეთს. და მე უბრალოდ ხა ბოლო პერიოდში იმდენად იშვიათად ვიყენებ cash-ს, რომ ეს არის ეგ პრობლემა ისე ძალიან არ მიდგას აქტიურად, მაგრამ ახალი შემოსული რო იყო და cash-თან ახალ კუპიურებს რო ვიყენებდით, 5 და 20 ლარიანი ისე გავს ერთმანეთს, რომ ძალიან მარტივია რომ აგერიოს და მახსოვს რა ყველა მაღაზია წუწუნებდა, რომ ძალიან გავს ერთმანეთსო და ეხლა დიდი ხანი არ შევწუხებულო მაგ თემით. ხო და ბარბის რაც შეეხება ფილმს და არა არ ვიცი ხა მაშინ ახალ ნაყურებზე ნანახზე ცოტა ვინა მოვწრუპე და არა ვიცი. ახალ ნანახზე მოკლედ ესე ვიყავი უფრო მეტად ემოციების ქვეშ და შევეცდები რომ გავიხსენო რა იყო ეს, იმიტომ რომ მე რაღაც მარკეტინგულადაც პატარა ანალიზი გამოვაცხე LinkedIn-ზე, იმიტომ რომ ყველას ძალიან დაინტერესებდა. ამის შესაძლებელი 2 ლაიქი ქონდა. იქ რაღაცა გადმოთარგმნილი ბრძნული აზრები თუ არ დაწერე, დიდად ხალხი არ ინტერესდება. ხო და იქაც მახსოვს რომ ეს ანალიზი დავწერე, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო ფენომენი იყო თვითონ მაგ ფილმის გადაღება და ზოგადად მარკეტინგულადაც ძალიან მეგონა რომ ახალ ერას შექმნიდა და არ ვიცი ბოლო პერიოდში აღარ დავაკვირდი როგორ რა განვითარდა, მაგრამ მგონია რომ მაინც მაქეთ მიდის. და ძალიან ბევრი ინტერვიუს უსმინე, როგორ შეიქმნა ეს ფილმი, სცენარს როგორ წერდნენ და აი ეგ ყველაფერი მოკლედ
იმ rabbit hole-ს ჩავარდი, რომელშიც შევია ხოლმე. ხო და შენ ის არის უყურე, აღარც მახსოვს და კი, და ძალიან მომეწონა სხვათა შორის. ძალიან არ ველოდი, რომ ეგეთი იქნებოდა რა, რაღაცა ძალიან ისეთი ჩემი მოლოდინი იყო, როგორც 90-იან წლებში კაცების მიერ დაწერილი ჩიკფლიკები რო იყო რა, ხო იცი. და აი რაღაცა ეგეთ იმას ველოდი. და უცებ შემჭა ძალიან მაგარი კომედია, რომელიც ძალიან კარგი სატირა არის ყველაფერზე საერთოდ და ძალიან მაგარი შესრულება თან ამ ყველაფრის რა, იმის რაიან გოსლინგისგანაც და მარგოთ რობისგანაც, ანუ აი გემრიელი კარგი სატირა არის მოკლედ ეგ ფილმი, რომელმაც ძალიან გამისწორა. ხო და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო პენი, რომ აღმოაჩენს მასკულინურ სამყაროს მაგ მომენტს უყურებ ხოლმე ხანძახან YouTube-ზე. ძალიან მაგარი არის, აი კაცეულ მუღამებს რომ ზახულობს რაღაცებს, ძალიან მაგარი არის ხუმრობა ეგ. ის რაღაცა კასა ჰაუსი, რაღაცა კასა ჰაუსი რო ეძახის თავის. მოჯო დოჯო კასა ჰაუსი. ხო და მოკლედ ანუ თავიდან რაღაცა იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ ემი შუმერი უნდა ყოფილიყო მე მგონი ისა. მე მგონი ბარბის როლში, მაგრამ მე მარგო რობი მიყიდა უფლებები თუ რაღაცა, ანუ გადაკეთდა რა სცენარი. და ალბათ კომედიურ სტილში უნდა და მაგიტო იყო ემი შუმერი მოსაზრებული. და ეხა ხვდები რომ აი ეგეთი შარჟული რო ყოფილიყო ალბათ ან რაღაცა ძალით თვითონ plus size ბარბი ან რაღაცა საერთოდ ვერ მოერგებოდა ვერაფერს და მეც იმით ვიყავი აღფრთოვანებული რომ ზოგადად ანუ ამ ძალიან კონტროვერსიული თოჯინის ირგლივ რომ შეიძლებოდა ფემინისტური ფილმის გაკეთება. ნუ ფემინისტური ესე პირდაპირ ფემინისტური არ არის, მაგრამ არა სექსისტური, მოდი ესე დავარქვათ რა. იმიტომ რომ ძალიან basic ფემინისტური, აი feminism for dummies არის მაგ ფილმში. ხო და ძალიან მოლოდნელი იყო და მაგითი ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ არ გამიკვირდა იმიქიდან გამომდინარე, რომ ეს ვინც იყო რეჟისორი და სცენარის თანაავტორი გრეტა გერვიგი ძალიან ინტელექტუალური ადამიანია და კიდევ ერთხელ აღფრთოვანდი მისი შესაძლებლობებით, რომ როგორ შეძლო აი ამ თოჯინიდან შინაარსის გაკეთება იდეაში, იმიტომ რომ ცოტა უშინაარსოც არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლეგასიც აქვს რა, ანუ რაც არ უნდა გააკრიტიკო. საერთო ჯამში მაინც ამ ყველაფერ თითქოს რაღაცა დამახინჯებულ body image-თან ერთად და რაღაცასთან ერთად მაინც შემოქონდა რა მრავალფეროვნება, აი პროფესია, ეს რაღაცა პროფესია ბარბები, რაღაცეები, მერე ეს ისა რა ქვია რასული diversity-ს ამბავშიც, ანუ საერთო ჯამში უფრო მეტად მაინც პოზიტიურად ვაფასებ იქიდან გამომდინარე რომ თოჯინა არის რა, ანუ თუ საზოგადოება არ დაუწესებს სტანდარტებს, მოლოდინებს რომ ბარბისავით უნდა გამოიყურებოდე და იმ ბავშვს თუდად არ აგზნობინებ თავს რომ შეიძლება რაღაც გამხდარი არ არის, მგონია რომ იმ თოჯინის აღქმაში თავის ანუ თვითონვე არ დაუმახინჯდება self image რა, ანუ ამ თოჯინის შემხედვარე. ანუ იმიტომ რომ მაგალითად სტანდარტი თუ იქნებოდა potato head-ი და ყველას გავუტრაკებდნენ რომ potato heads რატო არ გავხარო, ეგ თუ იქნებოდა სტანდარტი, მაგაზე იგრძნობდი იმას რა. არ ვიცი, ამაზე წინასწარ არ მიფიქრია, ეხლა ვჟელობ და მივედი მაგ დასკვნამდე. ადრე უფრო პირიქით ვიყავი განწყობილი. ზოგადად რაღაცა არ ვიცი, ასაკთან ერთად გავტყდით. უბრალოდ სიბრძნე მომემატა რაღაცებს მიმართ გაცლებთ უფრო ისეთი ლმობიერი კი არ გავხდი რაღაცებს ნაკლები რადიკალური თვალით დავიწყე რაღაცების ყურება. თუმცა არა ანუ ფეხებზე არ მკიდია. ანუ იმიტომ არა, უბრალოდ გადაფასება დავიწყე რაღაცებს და უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე კონცენტრირება.
ჩემთვის მინდოდა ბუნებრივი. ხო, mental note-ებს ვიღებ რა, ამებს ხომ აღლა რო ლაპარაკეს ხო ჩემ თერაპიის უფასო. საათია და mental note-ებს ვაკეთებ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და დავიმახსოვრო. რომ ანუ ესე shortcut-ებით რაღაცებს რო ვაზროვნებ ხოლმე, გაგიკვირდებათ. მე ეს shortcut-ებად ინახება ჩემს ტვინში და როცა იგივენაირ დილემის წინაშე ვდგავარ, გამახსენდება რომ ანალოგიური პრობლემა ხო იდგა და მე ეს გადავწყვიტე უკვე და მას ვაეპლაიებ. ესე მუშაობს ჩემი რაღაც მე მგონი ის არის რა ქვია, მეც უნდა გავიკეთო რამე ტესტი, რამის სპექტრზე ვიქნები. ხო და რას ვიძახდი ამდენ ბოდიალში. რომ მოკლედ მაინც საერთო ჯამში ეს არის რა, ძალიან iconic რაღაცა არის. და ისეთი ან კარგია ცუდი არის, მაგრამ iconic არის და შექმნა ერა. და თავიდან როგორც შეიქმნა ხა და თან რა პერიოდში შეიქმნა, იმის შესაბამისი იყო ვიზუალურადაც და ყველაფრითაც რა და მე დრო ეგ ასწორებს რა ის რაღაცა თოჯინა, რომელიც შეიძლებოდა 10 წელი ფუნქციონირა როგორც სათამაშოს და მე აღარ ყოფილიყო აქტუალური. ამდენი წელი არის რაღაც 80 წლისაა თუ რაღაცის, ხო? მგონი აღარც მახსოვს. ანუ 50-იანებში იყო, ხო, სადღაც მაგდენის. ხო, იმიტომ რომ მე 80 წელი რო თქვი მე რატომღაც ყოველთვის მივიდივარ ხოლმე რომ 1920 წელს. ხო. არა. We are fucking old. ანუ ამდენი წლის მანძილზე აქტუალურია რა ჯერ კიდე ანუ არ ვიცი ხა ეხანდელი ბავშვები, მაგრამ მე მგონი მაინც ინტერესდებიან და ყიდულობენ და მოწონთ. ხო, არ ვიცი, მე კი მგონი, ხო, თუ რო არ იყოს პოპულარული არ გაყიდით. ხო, გავიგებდით რომ ბარბის დაინძრა და იმოშვებიან ხურავენ. ხო და მოკლედ აქედან გამომდინარე ეს ეგ ნაწილი მომწონს რა, როგორც აი ბრენდის ენთუზიასტის, აი ეს ბრენდად აი ესე რო არ ჩამოყალიბებული და რაღაცა განგრძობით დროში რო არსებობს და რაღაც ფასეულობები აქვს, ეგ მომწონს. ამ სიმაში სცენარში მარკეტინგულ ნაწილში რითიც ვიყავი ახთოვანებული არის ის რომ იმდენად ხარისხიანად გააკეთეს მოკლედ ეს პროდუქტი, რომ ამ რაღაცნაირ legacy brands დააჯერეს, რომ თავის თავზე თუ აი ესე იცინებენ, როგორც მაგალითად Will Ferrell არის მან წარმოდგენილი როგორც კომპანიის სახე, რომ აი ყველა რო კაცების ხედავ, ანუ როგორც იდეაში ამდენი წლის მანძილზე ფუნქციონირებდა ალბათ ყველაფერი. აი ეს რო აი ვიღაც მიანი კოსტუმიანი კაცია, რომელიც ამ თოჯინას აკეთებს და არაფერს სხვა არ წარმოიდგენს. აი ეგ რაღაცები ან თვით ირონიაც არა, რაღაც თვით დაცინვა რა, რაც იყო ამ ფილმში მიმოფანტული, ძალიან დასაფასებელი იყო და მაგაზე ვფიქრობდი და ესე ჩავაანალიზე, რომ შეიძლება მაგალითი ყოფილიყო სხვა legacy ბრენდებისთვის, რომ გაცილებით უფრო ღია ყოფილიყვნენ და არა აი რაღაცა ერთ რეჟიმში მე აი ესეთი ბრენდი ვარ და ესე გელაპარაკები და ინტერაქციაში რო ვეღარ შედიხარ რა მასთან ქართული მთავრობასავით რა, ანუ შენც შეგეძლოს მასთან ინტერაქცია და რაღაცაზე იხუმრო და მასთან ერთად უფრო გაადამიანურო და ნაკლებად ის იყოს, იმიტომ რომ მთელი სოციალური მედიის აზრიც ხო ეგ ინტერაქცია იყო და მე მგონი აი მაგ პერიოდმა მოიტანა რომ რაც უფრო მეტად ადამიანები უბრალოდ რეკლამას კი არ უყურებდნენ ტელევიზორში და მე ჩამოგძახოდი რაღაცას და შენ პასუხად ვერაფერს ვერ მეუბნებოდი. უკვე engagement-ის თემაც დაიდოს, რაღაც ვაკომენტარებ რაღაცაზე, ვიძახი ვაშიარებ ჩემ აზრს გამოვთქვამ და მაგ ყველაფერმა მე მგონი რომ მოიტანა აი ეგ მომენტი. და ეს რაღაცა ბარბის შემთხვევა იყო ჩემთვის კულმინაცია ამ ყველაფრის, სადაც პირდაპირ ესეთი ერთი დიდი ბლოკბასტერ ფილმით გამოიხატა მთელი ეს პროცესი რა, რასაც გადიოდნენ ჩემი აზრით ბრენდები მთელი ამ დროის მანძილზე. და ეგ რაღაცა მომენტები რა, რითიც თავის თავს დაცინოდნენ ფილმში, ძალიან მომეწონა. კი, მართალია, მაგრამ ეგეც მე არ ვიცი ხა ბარბის უნდა ვივარაუდო რომ ეგ სიტუაცია იყო ალბათ იმაში, იმიტომ რომ დაუფიქრე მომენტ
ეხა შენ ლაპარაკობდი მაგაზე აი ის რაც თქვა პროფესიების ბარბი და რაღაცა იდეაში დღევანდელი ენით რო თქვა ბარბი რაღაც მომენტში woke ბრენდი იყო რა იდეაში ხო და თან ალბათ ეგეთი კულისის მიღმა რაღაცეები ეგეთებიც ხდებოდა ხო მე მგონი რომ უფრო როგორ იყო იცი მაგიტომაც არ გაუჭირდა ალბათ ხო ალბათ ეგეც და მგონია რომ უფრო რაღაცა ზოგადად ბიზნეს სამყაროზე იყო ეგ თეიქი და კორპორაციებზე ვიდრე კონკრეტულად მარტო ბარბის იმაზე რა იმიტომ რომ რაღაცნაირად უფრო ის იყო უფრო რომ გამოვზუმოთ რაღაცნაირად ქალი კაცის სამყაროში გამოდიოდა რა და როგორ მერე მოატრიალა თუ რა ვიცი რაღაცნაირად მოკლედ აღმოჩნდა რომ არა ქალის სამყარო არის თუ რაღაც არ ვიცი ეგ ხა ესეთი questionable ხო და რაღაცა იყო კიდე რაც ის იყო ამ ამერიკა ფერერას პერსონაჟი რო ლაპარაკობს მე იმაზე ძალიან ანუ მარტივიანით ლაპარაკობს იმაზე რა ხელა მოთხოვნებს უწესებენ ქალებს და რაღაცას და მოკლედ მაგაზე კონტროვერსია იყო ძალიან დიდი რომ ეს რაღაც დებილებისთვის რას ხსნიან რა და სინამდვილეში რომ ანუ არც მოკლედ ფემინისტური მანიფესტი ვერ ექნებოდა ფილმი ბარბიზე რა და სცენარულად რაც შეესაბამებოდა და სიტუაციურად და პლუს ადვილად digestible იქნებოდა მგონია რომ კარგად იყო გათვლილი ამ მას მარკეტზე ეგ მომენტი სადაც მაგ მონოლოგს ამბობს მიუხედავად იმისა რომ კი გასაგებია 20 წელი ვინც მაგაზე ლაპარაკობს და იბრძვის და ეს არის რაღაც ლიფებს წვავდა მოედნებზე იმისთვის ან ძალიან სასაცილოა ხა იმაზე ლაპარაკი რომ აი ქალებს ამდენს მოითხოვენ მაგრამ პლუს თან იმაზეც იყო იქ ლაპარაკი რომ თოჯინას უხსნიდა ამას რა და იმ თოჯინას ხა იმაზე რა ქვია გლორია სტაინემს ვერ დაუწყებდა საუბარს ანუ მისთვის იყო ოღონდ ეს თოჯინა რაღაც პონჩი აუდიტორია იყო რა და ეგ აუდიტორია შეიძლება და ყოფილიყო მაგალითად ვიღაცის ბოიფრენდი რომელიც ძალით არ მივიდოდა იქ რა იმიტომ რომ ამდახან გვავიწდება ხოლმე წინაშე ხო თქვით რომ ქართველი საკუთარი თავი რო ძალიან განსაკუთრებული გონი და რამე ყლეობა რომ მოხდება გვიკვირს მე რომ ეს ქართველებს როგორ მოგვივიდა და რაღაცა ეგ პონტი არის აქაც რომ ზოგადად კაცების შემთხვევაშიც რაღაც გონია რომ ყველა ძალიან ინფორმირებული არის და მე მაგისტვის ვიყენებ ხოლმე რეფერენსად იმას რომ მაგალითად 1-5 წლის წინ ჩატარდა გამოკითხვა და აღმოჩნდა რომ ამერიკელი კაცების უმეტესობა recycling-ს არაკეთებს, იმიტომ რომ არ უნდათ რომ ვიღაცას ეგონოს გეი. ანუ მაგდენად დებილები არიან ადამიანები და განსაკუთრებით კაცები ხო და შესაბამისად საჭირო არის ეგეთი პრიმიტიული რაღაცეები. ხო, აი რაღაცები, ანუ ემპათიის ლეიბლინგი როგორც სუსტე და რაღაც რო ანუ გეი ხარ და სუსტი ხარ და მოკლედ მე მგონი ეგ ხალხი ყველა გეებმა უნდა ცემონ ერთხელ და მაგით რაღაცა ერთ პატარა ნაწილი გადაწყდება აქ პრობლემები. მე იმას იზამდი, დავაინდორსებდი და დავაფინანსებდი gay gangs. იმისთვის რომ ანუ ტოქსიკური მასკულინობა რომ გავაფუჭოთ. იმიტომ რომ ანუ როგორც კი გეები დაიწყებენ მაგის კეთებას, ეგრევე აღარ მოუნდებათ. შოთა შორის არ უშველა იყო ეგეთი კოლუმბიელი ძალიან ცნობილი გენგსტერი კი. კი, სადღაც ერთი კარტელის ნარკოსშიც არის ეგ. სად ვილაპარაკეთ მაგაზე? შენ მომიყევი მე მგონი. ერთ-ერთ გრუპ ჩეტში ვილაპარაკეთ. ეგ ძალიან მაგარი ამბავია. მაგრამ ეგ ერთი არის, მე გეუბნები აი მუვმენტად რო ჩამოყალიბდეს. ხო, ეგრე და ერთი ეხა გამახსენა კიდე იყო იმაში რა ქვია 13 reasons why ნახე? არა, მაგრამ გამიგია. სერიალი არის ერთი თინეიჯური სერიალია და მანდარი ერთი tough guy რომელიც თავიდან ირკვევა რომ გეი არის და მერე ირკვევა რომ განგსტერი არის რა და თან tough guy ტიპი არის რა.
ორი ეგეთი პერსონაჟი ხო ეგ აჩო ერერა და ეგ ტიპი დამახსენდა ხო Sex Education-შიც არის ეგეთ პერსონაჟი თავიდან tough tips რო თამაშობს და ის არის რა ქვია. მაგრამ არა, აი მუვმენტად მინდა რა, აი რაღაცნაირად მოკლედ აი გეი ენდრუ თეითი რო იყოს. იქნებოდა ის სხვა ხო ხდები? აუ ძალიან ანუ მაგაზე რაღაცა კონტენტი წამოვიდა ეხა თავში და ვერ ხვდები სად compartmentalizing-ი სად გავაკეთო ანუ სერიალი უნდა იყოს ეს თუ პერსონაჟი უნდა იყოს თუ მუვმენტად უნდა ჩამოყალიბდეს. აი მოკლედ რაღაცა უფრო ესეთი მასშტაბური რა, თორე ესე ცოტ-ცოტ ალაგ-ალაგ არის, მაგრამ აი მასშტაბურად ძალიან ის იქნებოდა. კარგი იქნებოდა მოკლედ მაგის დანახვა რაღაცა. ძველ საბერძნეთში როგორც იყო დაახლოებით მასე მე. ხო, რა ქვეყანა დააკრია. საბრძოლის ველზე. ითხოვს ეს ხალხი რომ ადრე რო იყო, სხვა იყო და დაუჯეროთ. კი, ხო. და არის თუ არ ვთქვი შუა საუკუნეებშიც რაინდები თავიანთ სკვაიერებთან მაინც და მაინც ჰეტერო ურთიერთობებში არის არა ისო ანუ ხო მეც ანუ ის იყო ქალებს არც კი ელაპარაკე ანუ სალაპარაკოდაც კაცები ყავდათ და სექსუალური ურთიერთობისას ანუ ქალებს იყვნენ უბრალოდ გამრავლების ანუ არც კი აღიარებდნენ მათ რა და მე ჩვენ გვიყვეს რომ ამათ ჭირდება სპიჩები ბარბიდან რომ ისე რაღაცები არის რო აი ხო და მოიცა კიდე რა იყო ბარბიში რაზეც მარკეტინგული კამპანია იყო რომელიც ძალიან მომწონდა თავისი ყველაფრით ბევრი რაღაც საინტერესო იყო მათ შორის ბარბის Airbnb სახლი თუ გახსოვს ანუ ერთი სახლი იყო რომელიც ესე მოაწყვეს და ბარბის სახლი იყო და Airbnb-ზე დადეს და რაღაც აი guerrilla marketing-ის იმებით აკეთებდნენ რა ბრენდ იმებს აკეთებდნენ რაღაცნაირ მეებს partnership-ებს და რაღაც ბევრი რაღაცები იყო მოკლედ ბარბი ბრენდით რა ფერი ანუ ეს ბარბის ძალიან გამორჩეული ფერიც და მოკლედ ძალიან ანუ მარკეტინგულად ბარბის მარკეტინგი ვისაც გაინტერესებს რომ ჩაეძიოთ ძალიან მოგეწონებათ ყველაფერი ან ალბათ ისეც გექნებოდათ მოძებნილი მაგრამ რა ვიცი მაინც ვიტყვი კარგი მოკლედ ისინი ქონდათ რა ეხა ესე ყველაფერი არ მახსენდება მაგრამ ჩანიშნული მქონდა თავის დროზე პოსტრობზედი ერთ-ერთი ყველაზე ის იყო ეს Airbnb-ის ისა რა ანუ Airbnb-სთან ერთად და ის რაღაც კიდე სხვა დიდ ბრენდთან ერთად ბარბის ისა რა ბრენდინგი ხო და მაგ ყველაფრის შედეგად ამოიწურა საღებავი ბარბის ტონი ვარდისფერი ხო და გარდა მაგისა კიდე რა იყო საინტერესო და ისეთი რასაც მოусმინე ანუ ბარბიზე გავიხსენებ იმას 90-იანებსთან დავაკავშირებ ბარე ხო ოღონდ არ ვიცი შენ შეიძლება უფრო მეტი მეგობარი ყავდა იმიტომ რომ გოგოებს ჩუქნიდნენ ცხადია მაგას თუ ორი ბარბი იყო ალბათ თბილისში თუ საქართველოში მაშინ და სათამაშო ეგ ხო იდეა სათამაშოა რომელთაც ბავშვმა უნდა ითამაშოს მაგრამ მაშინ რომ რაღაცა ეგეც გაჩუქებდნენ ხუთი უნდა ყოფილიყო და სერვანჩი დაგეჭა ხო ძაძუდი ხო და მაგის კაინდოთა და ეხა სხვათა შორის ორი ბარბი ნანახი სერვანჩი მგონი მაქვს კი და ეგენი ეხა ძალიან ძვირი ეღირება კი ეხა ძალიან ძვირი აი ესეთი შეულახავი ისენი ერთად YouTubers ქონდა მე ძალიან ბევრი ამ ბარბის კონტენტი იყო რომელსაც რა თქმა უნდა ვუყურებდი და ერთი ისა კოლექციებს ვუყურებდი მე ვის როგორი ქონდა რა ბარბები რომლები რანაირად და რამდენი ფული გადაიხადეს და რამდენიმე ვიცანი რომელიც მეც მყავდა ნანახი მე არ მქონდა მაგრამ ჩემ ნათლია ჩემის შვილებს ქონდათ იმიტომ რომ ბიძამისი მოსკოვში ცხოვრობდა და იქიდან უგზავნიდა ხოლმე და რამდენიმე ბარბი ვიცანი და ამაზე ბარბისთან ეპიზოდში გვაქვს ბარბის სახლზე და რაღაცებზე ვლაპარაკობდით ის მქონდა რა ქვია ბარბის ჟურნალი და იმაში იყო სხვადასხვანაირი ბარბები და ძალიან
ლამაზი. სხვათა შორის ეხა გამახსენა მეორე თოჯინაც იყო მე მგონი მაგ პერიოდში სინდი ხო რომელიც მე მგონი უფრო მეინსტრიმი იყო და უფრო მეტ ბავშვს ჰქონდა საქართველოშიც მათ შორის ოღონდ თან ამ ტოტალურ უსათამაშოებასა და უბავშვობაში სადაც ტყუები ზუზუნებდნენ სინდი თუ ჰქონდა მაინც ისე ბარბი არა შუქი არ გვაქვს არავის შუქი არავის არ გვაქვს და კერასინკი თვებით მაგრამ სინდი ხა ბანძობა არის რა მაინც ხო სინდი იყო კიდე ის იყო ის რო ქონდა ხოლმე თავ შვილი რომ მოყვებოდა ორსული ბარბი და რაღაცეები და ძალიან საინტერესო საინტერესო არის ისინი დაკენსელებული ლონჩები წარუმატებელი თოჯინების და ძალიან სასაცილო არის ერთი არის რაღაცა ის იყო ვითომ party animal კენი და რაღაცნაირად ძალიან ისეთი ექსტრავაგანტული თმა აქვს და რაღაცა და ნუ ეგრევე შეირაცხა რომ გეი იყო და პლუს რაღაცა ის უკიდია ვითომ იმასავით რა გულსაკიდივით და ესეთი მრგვალი ვერცხლისფერი კოკრინგი ხოდა ძალიან თოჯინა და ეგრევე დააკენსელეს და ეგენი ძალიან ის იყო მაგის ნახვა ძალიან ფან არის და ეს ალანიც ფილმში რაც არის ეგეც მე მგონი ერთ-ერთი დაკენსელებული თოჯინაა და ვიღაცებს აქვთ ეს რაღაცა თავის დრო მართლა ძალიან დებილური წარუმატებელი დიზაინისა ბოდიშ მაიკლ სერასთან ხო და ისა მოკლედ ის იყო კარგად მახსოვს რომ გავერთე მაგ ან კარგი დასარისერჩებელი თემაც იყო ფილმი თვითონ და თვითონ ბარბის ბრენდი და თოჯინა რა და პროკრასტინაციაში გადასარევად იმას დამეხმარა. და ერთი ბარბი ეხაც მაქვს რომელიც მეორე second hand-ი არის ვიღაცა მაჩუკა მაგრამ ძალიან ლამაზი იყო და ხელები ეღუნება. აუ სხვათა შორის აი ეგ პონტი რომ ბავშვობაში რაც არ მქონდა რომ ეხა დავითრიო ხოლმე მაგას მეც ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს ვყიდულობ რა მე დეუს პროსტა რომ მაქვს ეგეც საკმარისია. ხო და გუში ძალიან შემთხვევით უცებთან რაღაცნაირად ისე ნოსტალგიის ტალღა წამოიო რომ ამ Facebook-ს ვსკროლავდი და აქ ჩემთან ლოკალურ მოლში პატარა მაღაზია გაიხსნა რეტრო თამაშების და შემოლაგებული ქონდათ ძველი ისენი რა ვიდეო პრისტავკები და უცებ იქ დავლანდე ჩვენ ქართულ ბაზრობებზე რო შემოიყარა ეს ისენი რა ენდი და რაღაცა ნინტენდო და აი ეგ ზუსტად მაშინდელ ყუთში ჩადებული და ეხლა ვფიქრობ რომ ყუთი მინდა აი ყუთ იმიტომ რომ მახსოვს რომ მამაჩემო რომ წამიყვანა და რომ მიყიდა ეს კომპიუტერი ხო ყველაფერი ნაცრისფერი და საშინელი და დანგრეული და ჩამწყნერებული იყო იმ ქვეყანაში და ეს ყუთი რაღაცა პარიალა და ლამაზი და რაღაცა თანამედროვე რო იყო აი ეგ მომენტი მახსოვს ბაზრობიდან სახლამდე სანამ მოვიდოდი ჩახუტებული მქონდა და ეგ გამახსენდა იმ ყუთზე და ეხლა ვფიქრობ რომ ვიყიდო თუ არა და ეს გავუხსნათ მეტოს რომ ხა შევავლო eBay-ზე ნახე შეიძლება ცალკე ყუთი იყოს არა ნუ ის თლიანი კონტენტითაც თავით მოგამიწადი გახსნით არა გავხსნი რა ხო მე ის მქონდა ვფიქრობ მე დენდი მქონდა ანუ იმის რა ქვია პრისტავკების სინდი იყო ეგ და მახსოვს რომ თან ძალიან ცუდად მუშაობდა ჩვენ ძველ ტელევიზორზე ძლივს აჩვენებდა რაღაცებს და ზოგი თამაში არ ერთვებოდა მაგრამ რაღაცა პერიოდი მოკლედ ეცადე თუმცა რაღაცა ჩემი და ანუ ჩემი გეიმერობა მოკლედ თავიდანვე ჩაფლავდა რა აი იმ დენდიდანაც ხო თუ გაქვს ეს სურვილი ხომ იპოვიდი რაღაც მუღამს და ჯოისტიკის მარება წესიერად ეხაც არ ვიცი და იმის კლავიატურითაც ან ძალიან მიჭირს ან ჩემი უფრო აი VR-ი უფრო ჩემია რა მაგრამ ეს რაღაცა ჩემსა და იმ ქმედებას შორის როცა რაღაცა არის შუაში და არა უბრალოდ ხელი მოვიქნია და იქაც ხელი მოიქნია ძალიან კლამზი ვარ ხო და მე მგონი რომ აი მაქედანვე მოდის რომ მაშინაც უნიჭო ვიყავე მაგაში
და მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ერთდებოდა, მაინც თავიც არ მომიკლავს დიდად, რომ უბრალოდ ყველას რო ქონდა მეც და უფრო მეტად ის მევასებოდა იხვების სროლა. ის იარაღი მოყვებოდა. ხო და ჩემ მას რა ქვია, ბავშვობის მეგობარს სეგა ქონდა, ისინი თან ის იყვნენ რა ქვია. იმას სეგა ხო. მამა ყავდა. იმას სეგა ქონდა. და იქ თან რაღაცა უფრო ისეთი ნაوارოჩენ თამაშები იყო მე მგონი რა. კი, უფრო კარგი თამაშები იყო და ისეგა ძალიან იშვიათობა იყო და Mortal Kombat იყო მაგაზე, რომელზეც ყველა გიждდებოდა აბსოლუტურად და მაგი. მაგიტო აი Mortal Kombat. მე უკვე შემოვიდა PlayStation-ები, მაგრამ PlayStation-ები რო შემოვიდა, მაგ დროს უკვე ბიცის ქვეშებში გაიხსნა ეგ ისე რა წერტილები, სადაც მიხვიოდი 50 თეთრად თამაშობდი და გეიმინგი სხვათა შორის კარგად აყვავდა საქართველოში მაშინ. კი, ისინი მეც დედა ჩემს ქონდა საცხობი, იმის გვერდ აღარ მახსოვს ამაზე მოყოლილი მაქვს თუ არა. საცხობი ქონდა ინტერნეტ კაფეს გვერდით და როცა ანუ არავინ არ იჯდა ხოლმე და თავისუფალი იყო, ეს მე პატრონეს იცნობდა და იქ იმაშებოდი ხოლმე, თამაშობდი ხოლმე, მირკშიც შევდიოდი. ის სხვათა შორის organized crimes რაღაც პატარა ელემენტებიც იყო, მაგრამ აი მაგალითად მე და ჩემი ძმაკაცები ხანდახან 1 ან 2 საათს უფასოდ თამაშობდით ხოლმე ჩვენს ადგილობრივ სონებში, იმიტომ რომ ვიღაცა ბავშვები თუ შემოვიდოდნენ და ძალიან ცუდად იქცეოდნენ, მე პატრონე გთხოვდა რომ დაგვემშვიდებინა და ჩვენ ვამშვიდებდით სიტუაციას და ამის ნიადაგზე მე გვათამაშებდა ხოლმე უფასოდ. რა ქვეყანა დაგვინგრიეს რა, როგორ სოლიდარობა იყო და ეს რა ქვია, წესრიგი. ხო. ხო და ხო, მოკლედ ჩემი გეიმერობა წარუმატებელი იყო რა. მაგ მხრივ ის და ისიც მქონდა ტეტრი, მე როგორც იქნა ტეტრისის მეხირსა. მაგის მერე იყო მე მგონი, აღარ მახსოვს და მოკლედ ტეტრისი არა, ტეტრისი ხო, აი მერე ხო აი დენძის უბორის დროს იყო რა ეგეც. ხო და მოკლედ გაგზელე. ხო, არა, თქვი რა სამბობდე. არა, მე იმაზე რა ქვია, ტეტრისზე ძალიან აგდებულად და ამ რეზით ვუყურებდი მაგას, იმიტომ რომ მე 95-ში მოვხვდი ამერიკაში რა, 95 წელს. იმ პერიოდის საქართველოსთან 3 თვე მომიწია ნიუ-იორკში ცხოვრება. სტუმრობა უფრო სწორედ. და Game Boy მქონდა ნანახი. რა იყო და დანახი მქონდა. ვიღაც ბარს ეჭირა მეტროში რომ გაიარე. მე ეს ტეტრისი მქონდა და ის იყო რა ქვია, ძალიან ცნობის მოყარა ვიყავი რაღაცებში და რომელსაც აუცილებლად მიყიდნენ ალბათ რომ ეთხოვა დეიდა ჩემისთვის და ბიდა ჩემისთვის, მაგრამ კაცრად ვიყავი ბებია ჩემისგან გამსხილებული, რომ არაფერი მეთხოვა. არ შეგვარცხინო. აქ ტოლვილი ბავშვით ნუ რო ჩამოხვალ, ნუ იმას იზამ რომ ჩამოვიდა აქ უპოვარი ვიღაცა. შეგვარცხინა მთელი სანათესო. ხო და მე ის მქონდა ეს ტეტრის საიდანაც მოკლედ მეღირსა და ეს იყო მახსოვს რომ მოკლედ ძალიან მონსხული ვიყავი როგორ მუშაობდა მაგითი და დავშალე. და მე ეს რაღაც ისინი პლატა კი ეკრანზე მოკლედ იყო რაღაცა მიწეპებული რითიც აისახებოდა ეს გამოსახულება რითიც ჩნდებოდა და ისიც ავაძრე და არაფერი არ მქონდა რითიც მე დავაწებებდი რა თქმა უნდა და ესე მოკლედ რაღაცნაირად ჩემ თავსვე გავუჩალიჩე რომ ისევ ჩემი გეიმერობა არაფრით დასრულდა და მაგითო არაფრის ჯოისტიკის მაგვარი ხმარება არ ვიცი. Okay. და ბარი გეიმერობასთან დაკავშირებით მე დრენდი აქტიური გეიმერი ვარ და ეხა მაგალითად წინა კვირას ამ ნიუს გავაზიარებ, არ ვიცი ვინმე თუ დააფასებს ჩვენს მსმენელებში, მაგრამ წინა კვირას დიდხნიანი თამაშის შემდეგ არის ეგეთი თამაში Hearthstone, სადაც კარტის თამაში არის და რანკირებული ის არის რა, ლიგა, სადაც ადიხარ საფეხურებზე და რაღაცა და წინა კვირას როგორც იქნა ავაღწიე ყველაზე მაღალ რენკში და გავხდი ლეგენდარი მოთამაშე მაგ თამაშში და
აი ეგეთი. ქართველების კიდევ ერთი გამარჯვება, მეგობრებო. ხო, არა, მე არა. ქართველების კიდევ ერთ გამარჯვებას დავამატებ იმას, რომ გუშინ მაგალითად დავიწყე ესეთი თამაში არის Crusader Kings 3 და იქ თამარ მეფით ვთამაშობ და მიუხედავად იმისა, რომ სელჩუკებმა და აზერბაიჯანის საათაბაგომ შემომიტიეს ორივე მოიგერიე და თითქმის სირიამდე გავზარდე საქართველოს საზღვრები. ის რა მაგ პროგრამით ჩვენ რო ჩამოხვიდე აუცილებლად აგირჩევთ. ანუ ნიადაგი შემზადებულია. ჩვენ მოხვიდე და ნიკოფსიდან დარუბანდამდე კი არა. კავკასიიდან სირიამდე. კავკასიონიდან სირიამდე. ესეთი სლოგანი რო ქონდეს. აუცილებლად მე პირველი მე მოგცემ ხმას. თან ის ჩამოსული იქნები, რომ აი იქ იყო ნახა ცხოვრება, მაგრამ სამშობლოს დაუბრუნდა და რაღაცა. შეგვიძლია ძალიან კაი სტორიის საგება შეგვიძლია მაგ ყველაფერზე. უკვე ვხედავ შენ მომავალს პოლიტიკაში. რაღაცა და დამავიწყდა ამდენამ ბავშვი. ალბათ არც ისე მნიშვნელოვანი იყო, არ ვიცი. ხო და რა მინდოდა? რაღაცა მინდოდა. ერთერც არ მინდოდა. გამახსენდა რა მინდოდა. OG ჯოისტიკი ის არისო? წყალი რო უნდა ჩაგესხა და რგოლები რო უნდა ჩამოგეცვა. ხო, ეგ და ისა რა ქვია, მანამდე წინა თაობასაც ქონდა და იმის წინასაც მე მგონი ნუპაგაძის და კვერცხების ის რო იყო. ხო, მაგრამ ეგ უფრო ის ტექნოლოგიური და ეს ანალოგი. ხო. არა ელექტრო ფიზიკაზე დაყრდნობილი. ეს რა ქვია. ეგე ძალიან ასწორებდა. და მაგის წყლის გამოცვლა და რაღაცა რუტინა რო იყო ცალკე. maintenance მაგისი. software-ის გადამოსავით რა ქვია. გადახალისებასავით წყალი უნდა გადმოგესხა. ახალი ჩაგესხა. ხო და ეს არის რა ქვია. დავასრულოთ მე მგონი. რაღაცა დავასრულოთ. კი, მე მგონი საკმაოდ ბევრი ვილაყბეთ. და ისე ანუ რაღაც მე მგონი 90-იანის ნოსტალგიად გადავკეთდები, რომელიც მეზიდღება და ჩვენ ვიქნებით ისინი, ვინც 90-იან ხო, მაგრამ ჩვენ ხო ისე ვიხსენებთ, რომ როგორი ცუდი იყო იქა. ხო, საიდან მოვდივართ. საიდან მოვდი? ხო, ანუ ამის განცხადება მინდა, რომ ჩვენ იმ ეგიდით ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე, ნოსტალგია არის უბრალოდ იმასთან, რომ ბავშვი იყავი. და ნოსტალგიასაც ვერ დავახსენე, უბრალოდ გახსენება შენი ბავშვობის, იმიტომ რომ ნოსტალგიურად არ ვუყურებ ამ ყველაფერს. ხო, არა, ისა დაამთავრე ბოდიში. აი, სადაც საჭირო გრეტა გერვიგის ჩარევა. ვაიცა ხო აზრი გავწყვეტე. ხო და ნოსტალგიით არ ვუყურებ და უბრალოდ ვიხსენებ და მე უფრო მეხმარება იმის მისახვედრად სად ვიყავით და სადამდე მოვედით და რამდენად მნიშვნელოვანია რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ. გმადლობთ. კი ბატონო, ხო და აი მე რო ვახსენე ისა რა ქვია რომ ნოსტალგია გამიშთა მეთქი ძველი კომპიუტერის ყუთი რო ვნახეთ ხო არ იმ დროსთან კი არ გამიშთა იმ დროში ერთადერთი პოზიტივი თემა ის იყო რომ ხო იმ შეგრძნებასთან ის ყუთი იყო ერთადერთი რაღაცა ნათელი წერტილი მაშინ აი და უბრალოდ მაგიტომ მოაქვს ნოსტალგია და არა ის რომ ის გენატრება ხო კი მე მგონი ზოგადად ნოსტალგიის თემაც ეგ ხო არ არის და არასწანო იქ ხო გამოვასწორეთ ყლეღობის რომანტიზმებაზე ხო ვაკეთებთ ახლა ანუ კიდევ უფრო გლობალურად let's fix romanticism რომანტიკა რა შუაშია და ნოსტალგია რაზე ლაპარაკობ მერტო ისა ნოსტალგია დავფიქსოთ ახლა და დავაბრეიქდაუნოთ რომ რა არის ნოსტალგია და ალბათ ეგ ანუ იმ შეგრძნების ეს არის ნოსტალგია სინამდვილეში და არა იმ მდგომარეობის ალბათ. არა? ხო. თავისთავად. და იმ ადამიანებისთვისაც უბრალოდ, სამწუხაროა თუ იმის მერე უკეთესი არაფერი არ განუცდიათ და მაგიტოს ისე, ანუ
მაგალითად ჩვენზე დიდ თაობაში იმიტომ ენატრებათ ის ახალგაზრდობა, რომ ახალგაზრდები იყვნენ და მერე გარემოს გამო იმდენად შებოჭილად გაიზარდნენ და თავის-თავი დაკარგეს, რომ იმის მერე საშუალებაც აღარ ქონდათ, რომ ესიამოვნათ რაღაც ცხოვრებით, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცებს ერიდებოდათ, რა ვიცი, კალათბურთის თამაში უნდათ და აღარ თამაშობდნენ, იმიტომ რომ აღარ იყვნენ 15 წლის. კი ბატონო. ხო, და მე მგონი რომ ეგ არის, ნოსტალგიაც ჩავაანალიზეთ. კი ბატონო, როგორც Dwight-ი იყო და ამ ადგილის შემდეგ ადამიანის მეორე სუსტი წერტილი არის ნოსტალგია. ძალიან მომეწონა რატომღაც არ ვიცი. გმადლობთ რომ ვისმენთ ხოლმე. თქვენც შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ნოსტალგიები არა, მაგრამ ესეთი მომენტები რა, მილენიალები ვუყურებ მე სტატისტიკებს და გვისმენთ მილენიალები. ასევე იმას ვუყურებ, რომ ვიღაცებს გამოწერილი არ ყავართ YouTube-ზე და ამ ვიდეოებს რომ ვამონტაჟებ გენაცვალე. Subscribe-ს დააჭირეთ ხელი. წამახალისეთ. მე თითო ადამიანი რო ალაიქებს და subscribe-ებს ძალიან დიდი ენთუზიაზმი მოაქვს მე ჩემთვის რომ გავაგრძელო ამის კეთება. მოგეხსენებათ რეკლამას და რაღაცებს არ ვაკეთებთ მიზან მიმართულად. ხო და ეს ძალიან მას სულდგმულებს ორგანული გამოწერები და ლაიქები და ინტერაქცია. ამიტომ გთხოვთ განაგრძოთ, გმადლობთ. და ისა, ხო, მოგწეროთ თქვენი ისინი გამოხმაურებები, ნოსტალგიები, აზრები და ასე შემდეგ. და ერთ-ერთმა ჩვენმა მსმენელმა განაცხადა, რომ Tiger King-ი ნანახი არ მაქვს, და უყურო და თუ დაიწყე უკვე ყურება, გაგვიზიარე ფიდბექი, მეინტერესებს. გაგვიზიაროს კი. ხო და რა ვიცი, საბა ჩამოვა ევროპაში. ხო. მოეცა გავაჩერო რეკორდინგი.